2025 წლის 7 მაისს ღამით ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ თავდასხმების სერია წამოიწყო. ინდოეთის სამხედრო ძალებმა ოპერაცია სახელად სინდურის ფარგლებში პაკისტანსა და პაკისტანის კონტროლქვეშ მყოფ ქაშმირში 9 ობიექტს დაარტყეს. მათ შორის ობიექტებს ბაჰავალაპურში, მურიდეკში, მუზაფარაბადში, კოტლში და სიალკუტში. მოცემული ობიექტები იდენტიფიცირებული იყო როგორც ტერორისტული ორგანიზაციების, როგორიცაა ჯაიშ-ე-მოჰამედი, ლაშქარ-ე-ტაიბა და ჰიბზბულ მუჯაჰიდინის ბაზები. ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 23 წუთს გაგრძელდა, მოიცავდა MiG-29, Su-30 და რაფალის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებას, რომლებიც აღჭურვილები იყვნენ სკალპის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და ISM ჰამერის ტიპის ბომბებით. პაკისტანმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სულ მცირე 26 სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპა, ხოლო 46 ადამიანი დაიჭრა. გარდა ამისა, ისლამაბადმა გამოაცხადა, რომ ჩამოაგდო 5 ინდურის სამხედრო თვითმფრინავი და ტყვე დაიყვანა რამდენიმე ინდოელი ჯარისკაცი, თუმცა ინდოეთს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ინდოეთის თავდასხმა იყო პირდაპირი პასუხი 22 აპრილს ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში ფაჰალაგმაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 27 სამოქალაქო პირი, ძირითადად ინდოელი ტურისტები მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაციამ სახელად Resistance Front, რომელიც დაკავშირებულია პაკისტანში ბაზირებულ ლაშქარ-ე-ტაიბასთან. ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა თავდასხმელების მხარდაჭერაში, თუმცა პაკისტანმა უარყო ნებისმიერი სახის ჩართულობა ამ საქმეში. შედეგად ინდოეთმა შეაჩერა ინდუსის წყლების ხელშეკრულების განხორციელება, დოკუმენტი, რომელიც პაკისტანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა. ისლამაბადმა ინდოეთის მცდელობა შეაჩეროს ან გადაამისამართოს პაკისტანისთვის განკუთვნილი წყლის ნაკადი აღიქვა როგორც ომის აქტი. რა ვიცით ოპერაციის შესახებ, რა არის მთავარი მიზეზი, რომლებიც ამ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მტრობას განაპირობებს? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოზე. სანამ გავაგრძელებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ვიდეოები უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. YouTube-ის ალგორითმისთვის მნიშვნელოვანია გამოწერის დრო. ასევე მოიწონეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, იქნება დიდი ომი თუ არა. მოდით დავიწყოთ ფაქტებით. 22 აპრილს 5 შეიარაღებული პირი ბაიასარანის ხეობაში ტურისტებს თავს დაესხნენ. ხეობა მდებარეობს ფაჰალგამთან, ჯამუსა და ქაშმირში. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 ჰინდუ ტურისტი, 1 ქრისტიანი ტურისტი და ადგილობრივი მუსლიმი გიდი. თავდასხმელები სამხედრო ფორმაში იყვნენ ჩაცმული და აღჭურვილნი M4 და AK-47 ტიპის ჩაშხანებით. მათ მიზანმიმართულად ამოირჩიეს არამუსლიმები, ხოლო მსხვერპლს სთხოვდნენ ისლამური სურების წაკითხვას, რათა მათი რელიგია გაერკვიათ, შემდეგ კი კლავდნენ. თავდაპირველად მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია Resistance Front-მა, რომელიც დაკავშირებულია პაკისტანში ბაზირებულ ლაშქარ-ე-ტაიბასთან, თუმცა მოგვიანებით მათ უარყვეს ეს განცხადება. დელიმ მყისიერად განაცხადა, რომ პასუხი მკაცრი იქნებოდა. პასუხი დაიწყო მტკივნეული დიპლომატიური ნაბიჯებით. უკვე მომდევნო დღეს, 23 აპრილს, ინდოეთმა ერთმხრივად შეაჩერა ინდუსის წყლების ხელშეკრულება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომელსაც მალე დაუბრუნდებით. ამ ეტაპზე გავაგრძელოთ მოვლენების ქრონოლოგიური მიმდევრობა. გარდა ამისა, ინდოეთმა წამოიწყო მასშტაბური უსაფრთხოების ოპერაცია ჯამუსა და ქაშმირში, რომლის ფარგლებშიც დააკავეს 1500-ზე მეტი ადამიანი დამნაშავეების მოძიების მიზნით. მომდევნო დღეს, 24 აპრილს, ისლამაბადმა თავის მხრივ საპასუხო ზომები მიიღო. პაკისტანის საჰაერო სივრცე ინდური ავიაკომპანიებისთვის დაიკეტა და ინდოეთთან ვაჭრობა შეჩერდა. თუმცა ეს ძირითადად სიმბოლური ნაბიჯები იყო, რადგან ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვაჭრობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზე იყო. გარდა ამისა, ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს შორის მცირე შეიარაღებული შეტაკებებიც მოხდა ქაშმირის საზღვარზე რამდენიმე დღის განმავლობაში, რამაც სერიოზულად დააზიანა 2021 წელს მიღწეული მყიფე ზავის შეთანხმება. იმავე დღეს ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ქაშმირის მუსლიმურ რაიონებში პროტესტები დაიწყო, სადაც ტერორიზმს გმობდნენ. მომდევნო დღეებში დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა. ისლამაბადში მოელოდნენ დელისგან მყისიერ პასუხს, რომელიც პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით 30 აპრილს მომდევნო 36 საათში უნდა განხორციელებულიყო. ის შეცდა, თუმცა მხოლოდ მცირედით. 7 მაისს დილის პირველ საათსა და 44 წუთზე ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს 24 ზუსტი სარაკეტო დარტყმა 9 ობიექტზე, რომლებიც დელის განცხადებით პაკისტანსა და პაკისტანის კონტროლირებად ქაშმირში მდებარე ტერორისტული ბაზები იყო. ინდოეთის მტკიცებით ეს ადგილები ლაშქარ-ე-ტაიბასა და ჯაიშ-ე-მოჰამედის ტერორისტული ჯგუფების ძლიერ დასაყრდენს წარმოადგენდა. ინდოეთის სამხედრო უწყების ბრიფინგის მიხედვით ეს ობიექტები იყო: მუზაფარადში მდებარე სავაი ნალას ბანაკი, რომელიც პაკისტანის
ტერიტორიაზე 30 კილომეტრითაა შეჭრილი და როგორც იუწყებიან ლაშქარ ეტაიბას ძირითადი სასწავლო ცენტრიც იყო. სეიდნა ბილალის ბანაკი პაკისტანის ქაშმირში, რომელიც როგორც იუწყებიან ჯაიშ-ე-მოჰამედის კონცენტრაციის ზონა გახლდათ. გულპურის ბანაკი კოტლში, ბარნალას ბანაკი ბიმბერში, სარჯალის და მეჰმუნა ჯოიას ბანაკები სიალკოტში, მარკას ტაიბა მურიდეკში, მარკას სუფან ალალი ბაჰალპურში, რომელიც როგორც იუწყებიან ჯაიშ-ე-მოჰამედის მთავარი შტაბი იყო. ოპერაცია სინდური, რომელიც ნიშნავს ვერმილიონს, წითელ ფხვნილს, რომელსაც ჰინდუიზმში დაოჯახებული ქალები იყენებენ, იყო ინდოეთის არმიის საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების ერთობლივი ოპერაცია, რაც 1971 წლის ომის შემდეგ პირველი ასეთი კოორდინირებული მოქმედება იყო. ოპერაციის ფარგლებში გამოყენებული იყო ზუსტი დამიზნების იარაღი, მათ შორის სკალპის ტიპის ფრთოსანი რაკეტები და AASM ჰამერის ტიპის ბომბები, რომლებიც რაფალის ტიპის თვითმფრინავებიდან იყო გაშვებული. მალევე დელიმ განაცხადა, რომ 70 ტერორისტი მოკლეს და 60 დაჭრეს. ისლამაბადმა დაადასტურა 26 სამოქალაქო პირის გარდაცვალება და 26 დაჭრილის შესახებ. ასევე განაცხადა, რომ ჩამოაგდო 5 ინდური სამხედრო თვითმფრინავი, 1 MiG-29, 1 Su-30 და 3 ფრანგული რაფალე. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის სამხედრო ძალებს მხოლოდ 36 რაფალე გააჩნია, თუმცა ახლახან დამატებით 26 ერთეული უკვე შეუკვეთეს. ყველა ჩამოგდებული თვითმფრინავი მათი განცხადებით პაკისტანის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. ამ თვითმფრინავების ჩამოსაგდებად პაკისტანმა სავარაუდოდ გამოიყენა HQ-9 კომპლექსი, რომელიც ჩინეთისგან აქვს შეძენილი. ეს სისტემა კი თავად ეფუძნება რუსულ S-300-ს. საჰაერო სივრცეში პაკისტანის საჰაერო ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ჩინური J-10 ტიპის გამანადგურებლებია, რომლებიც პაკისტანს 2022 წლიდან აქვს. დარტყმების შემდეგ პაკისტანმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა კონტროლის ხაზის გასწვრივ, რის შედეგადაც ორივე მხარეს დამატებითი სამოქალაქო მსხვერპლი დაფიქსირდა. ჩვენი მოქმედებები იყო ფოკუსირებული, მოზომილი და არაესკალაციური ხასიათის. პაკისტანის სამხედრო ობიექტებზე შეტევები არ განხორციელებულა. ინდოეთმა დიდი თავშეკავება აჩვენა სამიზნეების შერჩევასა და ოპერაციის განხორციელების დროს, განაცხადა ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ. თუმცა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მტკიცე პასუხი იქნება მათ მიერ არჩეულ დროსა და ადგილზე. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინდოეთის საჰაერო ძალებმა დაარღვიეს პაკისტანის სუვერენიტეტი შორმანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებით. შეტაკებებმა მთელი რიგი საერთაშორისო რეაქციები გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონფლიქტის სირცხვილად შეაფასა. ჩვენ ამის შესახებ ახლახან გავიგეთ. ისინი აწლეულების, სინამდვილეში კი საუკუნეების განმავლობაში იბრძვიან. იმედი ეს მალე დასრულდება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორივე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან ისაუბრა და მოუწოდა ორივე მხარეს შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები და თავიდან აიცილონ ესკალაცია. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ორივე ქვეყანას მოუწოდა მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ. ჩინეთმა, რომელიც ესაზღვრება როგორც ინდოეთს, ასევე პაკისტანს გამოთქვა წუხილი და დაგმო ტერორიზმის ყველა აქტი. პაკისტანის საჰაერო სივრცეში ფრენები პრაქტიკულად ყველა ავიაკომპანიამ შეაჩერა. დღევანდელი დაძაბულობა, რა თქმა უნდა, მორიგი თავია მეზობლებს შორის აწლეულების მანძილზე არსებული კონფლიქტების ისტორიაში, რომელიც არაერთხელ გამოვლინდა ბოლო 70 წლის განმავლობაში. გამორჩეული კონფლიქტები მოიცავს 1947 წლის პირველ ქაშმირის ომს, 1965 წლის მეორე ქაშმირის ომს, 1971 წლის ბანგლადეშის ომს და 1999 წლის კარგილის ომს. თანამედროვე ძალადობის აქტებთან დაკავშირებით აუცილებელია გავიხსენოთ 2016 და 2019 წლებში ურისა და პულვამაში მომხდარი თავდასხმები. ორივე შემთხვევა არსებითად გავს მიმდინარე ესკალაციას. 2016 წელს ურის თავდასხმების შემდეგ ინდოეთმა მყისიერი სამხედრო პასუხი გასცა. ანალოგიურად 2019 წელსაც პულვამასთან ახლოს მომხდარი აფეთქების შემდეგ. ორივე შემთხვევაში ინდოეთმა გავრცელებული ინფორმაციით პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე ტერორისტულ ბანაკებს დაარტყა. პაკისტანმა უპასუხა ერთი საჰაერო დარტყმით, რომელმაც განსაკუთრებული მსხვერპლი არ გამოიწვია. სამხრეთ აზიის ექსპერტის ინდოეთზე სპეციალიზებული ქშიშტოფ ივანეკის თქმით, საკმაოდ დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს მოდელი განმეორდება მიმდინარე ვითარებაშიც. ინდოეთი არ შეეცდება სადავო ქაშმირის რომელიმე ნაწილის დაკავებას. ეს იქნება ძალიან სარისკო და ძვირადღირებული. მისი მიზანი არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველაფერი, რაც ინდოეთმა ბოლო პერიოდში გააკეთა, სწორედ ამაზე იყო მიმართული. რადგან პაკისტანი განაგრძობს ინდოეთში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების ხარდაჭერას და ამ ტერორისტების შეჟონვების პრევენციის მცდელობები წარუმატებელია, ინდოეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 2016 წლიდან აირჩია საპასუხო დარტყმების სტრატეგია პაკისტანის მიმართ, რათა აიძულოს იგი შეზღუდოს თავისი ტერორისტები. ზუსტად ეს არის ინდოეთის მიზანი, წერს ივანეკი. ინდოეთის განცხადებაც, რომელიც ადრე აღვნიშნეთ, აშკარად გამიზნულია ესკალაციის თავიდან აცილებაზე. არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული ქაშმირში სისხლისმღვრელი და ძვირადღირებული კონფლიქტის გაღვივებით, თუმცა ორივე იძულებულია უპასუხოს რეგიონული მეტოქის ქმედებებს. მიუხედავად ამისა, შემდგომი ესკალაციის გამორიცხვა სრულად შეუძლებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარე განაგრძობს შეტევებს ვიდეოს ჩაწერის მომენტშიც კი. ყველაზე მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი აქედან ინდოეთის მიერ ინდუსის წყლების ხელშეკრულების შეჩერება. რას ნიშნავს ეს? ინდუსის წყლების ხელშეკრულება, რომელიც 1960 წელს ხელმოწერილი იქნა 9 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, წარმოადგენს კრიტიკულ წყლის გამანაწილებელ შეთანხმებას ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ეს ხელშეკრულება შედგა მსოფლიო ბანკის მონაწილეობით. იგი არეგულირებს ინდუსის მდინარის სისტემის გამოყენებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის, სასმელი წყლისთვის და ჰიდროელექტროენერგიის წარმოებისთვის ორივე ქვეყანაში. ხელშეკრულება ინდუსის აუზის 6 მდინარეს ორ ქვეყანას შორის ანაწილებს. აღმოსავლეთის მდინარეები, რავი, ბეასი და სუტლეჯი, მთლიანად გადაეცემა ინდოეთს ექსკლუზიური გამოყენებისთვის. დასავლეთის მდინარეები, ინდუსი, ჯელუმი და ჩენაბი გადაცემულია პაკისტანის ექსკლუზიურ გამოყენებაში, თუმცა შეთანხმების მიხედვით ინდოეთს აქვს შეზღუდული წვდომა, რომელიც წყლის ნაკადის დარღვევას არ გამოიწვევს, მაგალითად წყალსაცავების მშენებლობა. ეს შეთანხმება შექმნილია წყლის სამართლიანი გადანაწილების უზრუნველსაყოფად და აღსანიშნავია, რომ ის დაცული იყო კონფლიქტის პერიოდებშიც კი. ხელშეკრულების შესრულებას უწყვეტად აკონტროლებს ინდუსის კომისია, რომელიც ფუნქციონირებს მაშინაც კი, როდესაც ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომია და აქვს უფლება ორივე სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა დაათვალიეროს. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ არის ეს ხელშეკრულება აუცილებელი? ყველა ეს მდინარე ინდუსის შენაკადებია, რომელიც ძირითადად პაკისტანის ტერიტორიაზე მიედინება. თუმცა რუკაზე ერთი შეხედვითაც კი შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ მდინარეების ყველა საწყისი, ასევე თავად ინდუსიც მათი ზედა ნაწილებით ინდოეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ ზედა დინებებში ჩარევა პირდაპირ იმოქმედებს ქვედა დინებებში წყლის დონეზე. ეს სიტუაცია ჰგავს ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის დაპირისპირებას ნილოსზე მდებარე კაშხლის გამო. პაკისტანისთვის ეს ხელშეკრულება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანა აგრარულ ეკონომიკაზეა დამოკიდებული და მისი დამუშავებადი მის 80% ინდუსის მდინარის სისტემაზეა მიბმული. ყოველდღიურად 227 მილიონი პაკისტანელი ამ წყლის რესურსზეა დამოკიდებული, მათ შორის ძირითადი ქალაქები, როგორიცაა კარაჩი, ლაჰორი და მულტანი. მდინარე პირდაპირ უზრუნველყოფს პაკისტანის მშპ-ს 25% და ქვეყნის დასაქმების 37%. სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ქმედება ბევრად ღრმა გავლენას ახდენს, ვიდრე 7 მაისის თავდასხმა. სწორედ ამიტომ ისლამაბადმა პაკისტანისთვის განკუთვნილი წყლის ნაკადის შეჩერება ან გადამისამართება ომის აქტად შეაფასა. პაკისტანი ემზადება საერთაშორისო სამართლებრივი მოქმედებებისთვის ინდოეთის მიერ ხელშეკრულების შეჩერების საპასუხოდ და განიხილავს მინიმუმ 3 სხვადასხვა სამართლებრივ გზას. საკითხის დაყენება მსოფლიო ბანკთან, მუდმივი არბიტრაჟის სასამართლოსთან ან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან. ამასთანავე დელიმ ხელშეკრულების შეჩერება გადაწყვიტა არა მხოლოდ ქაშმირში ბოლოდროინდელი ძალადობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის ინდოეთისთვის უსამართლოდ მიიჩნია. ჯელუმი, ჩენაბი და ინდუსი მდინარეები, რომელთა გამოყენების უფლება პაკისტანს აქვს, გაცილებით მეტი წყლით მარაგდება, ვიდრე რავი, სუტლეჯი და ბეასი, რომლებიც ინდოეთის კონტროლს ექვემდებარება. ფაქტობრივად ინდოეთს აქვს წვდომა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო წყლის მხოლოდ 20%-ზე, მაშინ როცა პაკისტანს რჩება 80%. განაცხადა ანუტამა ბენერჯიმ ვაშინგტონში დაფუძნებული სტიმსონის ცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა. ინდოეთი თვლის, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ახალ საფრთხეებს და გამოწვევებს, როგორიცაა მოსახლეობის ზრდა და კლიმატური ცვლილებები, აღნიშნა ანალიტიკოსმა. მეორეს მხრივ, ხელშეკრულებით მდინარეების წილების პროპორციული გადანაწილება სულაც არ არის შემთხვევითი. პაკისტანისთვის ინდუსი აბსოლუტურად აუცილებელია, მაშინ როცა ინდოეთისთვის ეს სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხოლოდ მის ჩრდილოეთ რეგიონებში, როგორებიცაა ჯამუში, ქაშმირი და ჰიმაჩალ-პრადეში. ამიტომ, თუ უსამართლობის განცდით მოტივირებული ინდოეთი განაგრძობს ჩარევას ინდუსის შენაკადებში, დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება და სამხედრო შეტაკებები შეიძლება მივიდეს ისეთ მასშტაბებამდე, როგორიც 1999 წლის კარგილის ომის დროს იყო. ასეთ შემთხვევაში მსოფლიო კიდევ ერთ ახალ ცხელ ფრონტის ხაზს მიიღებს. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ასევე გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხები, სადაც უამრავ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ და ნახავთ live რეჟიმში. შეხვედრამდე.